მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. გონების დაფის დღევანდელ გადაცემაში თქვენ მოისმენთ მსოფლიოს და საქართველოს საჭადრაკოს სიახლეებს. სტუდიაში გვეყოლება სტუმარი, ევროპის ჩემპიონი და ეხლა უკვე საქართველოს ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი, რომელიც პირველ გადაცემაში გვყავდა უკვე სტუმრად. და ფეხბედნიერი აღმოჩნდა როგორც მისთვის, ისე ჩვენი გადაცემისთვის მისი სტუმრობა. აგრეთვე ჩვენ მოусმენთ ძალიან საინტერესო ისტორიას ჭადრაკის უიმბლდონად წოდებულ ლინერესის საერთაშორისო ტურნირზე და წარმოვადგენთ საინტერესო პარტიას. ნინოსთან ერთად აღარ სტუმარი გვეყოლება, ნინოსთან ერთად გავარჩევთ მის საინტერესო პარტიებს და გვექნება ამოხსნების კონკურსი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი არის ევროპის ჩემპიონი და უკვე საქართველოს ჩემპიონი ნინო ბაციაშვილი. ულოცავთ ნინოს და საქართველოს ჩემპიონი ნინო გახდა მე-5 წელს და საოცარი შედეგი აჩვენა 7.5 ქულა მოიპოვა და 2 ქულით გაასწრო. ნინო, როდის არაფერს გილოცავთ ნამდვილად და როდის იგრძენი, აი რომელ ტურში რო უკვე ჩემპიონი გახდი და რომელი პარტია იყო გადამწყვეტი. მე რას უყურებდი, მერი არაბიძესთან ეს მე-6 ტური იყო ძალიან ესეთი შოუპოვარი. შემდეგ იყო ალბათ გადამწყვეტი, იმიტომ რომ მერისაც 5 ქულა ქონდა და მეც 5 ქულა, აი ამ 4 ქულა უბრალოდ 5-დან და ეს პარტია თეთრ ფერს ვიყავი და ფიქრობდი რომ მოგებაზე უნდა მეთამაშა აუცილებლად და სხვადასხვა რისკო ვარიანტიც ავირჩიე. სხვადასხვა მინდა შემოგთავაზო, ეს პარტია მე ერთად გავარჩიო ჩვენი ტელემაყურებლებისათვის. ძალიან საინტერესო პარტია იყო, ერთ მომენტში დაფაზე იყო სამი ლაზიერი. ეს იშვიათად ხდება ხოლმე. კი, აი ეს ამ მერისთან პარტიას რო გავაგრძელოთ, ვიდრე გავარჩევდე და მაყურებელსაც ვაჩვენებთ ამ პარტიას. აი როგორ განვითარდა მოვლენები ამაზე რო გვესაუბროთ. ხო, აი სიახლე შევთავაზე მერის ცოტა სარისკო გადაწყვეტილება და სხვათა შორის მერი ძალიან კარგად გაართვა თავი და ძალიან კარგი სულები შემომთავაზა და შემდეგ რაღაც მომენტში პოზიცია ძალიან აირია და იქ მე უკეთესად მოვიფიქრე რაღაც. საიდნოტი მეგონი ხო, ორ-ხუთი საიდნოტი იყო თუ როგორ იყო დრო? საიდნოტამდე დაძაბული გამოვიდა სიტუაცია. და პაიკი იქცა ლაზიერად მე უკვე. ხო? ხوار გავარჩიოთ მოდი პარტია და მე გავაგრძელოთ მოსა საუბარი. აი ხო, ესეთი პოზიცია მიიღო მე-6 ტურში, ძალიან საინტერესო პოზიცია სხვათა შორის. მე უყურებდი ამ პარტიას ლაივ რეჟიმში და ძალიან დაძაბული იყო სიტუაცია. ნინომ როგორც თქვა, შეწირა თავიდან C4 პაიკი, მაგრამ შემდეგ მიიღო რაღაც თამაში და აი ესეთი საინტერესო პოზიცია გამოვიდა. და აქ ძალიან მომეწონა ნინოს, ანუ როგორ არის, იცით, შეტევა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ორდინალური გზებით შეტევის გაგრძელება რთულია, ამიტომ ნინო დააკეთა ძალიან კარგი და ლამაზი სვლა, ეტილი S3, ნახეთ, თითქოს ეტილი კუს კი, თავი იდეა არის, რომ ჟეხაზი დავიკავო ეტლი. ჟეხაზი ხო, რომ შეტევაში ჩართო. და ეს იდეები ყველაფერი ეტლი ჟ7 რაღაცები განხორციელდეს და ამიტომ მე ფეაშორ ეტლი ჟერს ვერ ვასწრებ ფიზიკურად და დიდი დრო ჭირდებოდა, ხო? და ეტლი S3 მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მოკლა აქ არ შეუძლია ხო მხედარი ჟ5-ის გამო ხო ნინო? ხო, მხედარი ჟ5-ია მოკლაზე და ყუჟე2 იყო კიდე აი ძალიან კარგი ვარიანტი. ყუჟე2 რო აიღო. ხო. ამ შემთხვევაში მაგრამ საინტერესო რა არის, აქ მერი მითამაშა ეტლი D3, უნდა ეტლი გაეცვალა და რა ხარ ლამაზად გოგა, შენ მოგეწონება ეს ნახე, ეტლი D3 გაიცვალა და ეტლი D2. მაინც გამოიტყვა კუ აშექსი და კუს გამოტყვება, რომელიც ხო, გასაგებია. ცდუნება აიყვანოს ეტლი ხო, რაღაცა. აქ ალბათ უკვე ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს, ხო? ხო, აქ გადამწყვეტი უპირატესობა არის და ესეც ფიქრობდი რომ მქონდა ეს ეტლი S3-ის მერე მე ვიფიქრე რომ დაცვა თითქმის შეუძლებელი. თუ არსებობს დაცვა, ის ისეთ რთული იქნება, რომ ის წარმოუდგენელი იქნებოდა. შეზღუდულ დრო როდესაც არის ძნელია გაერკვეცება ამ რთულეებში. აქ მე გაცვალა კუ ну ეს ალბათ ეს მაინც იმპულსური სვლებია, ხო თუ საჭირო სვლებია. საჭირო სვლა რომ არვაზე ეტლი იყოს დაცული, მე ლაზერია 7-აშით რომ მივდივარ მაგიტო თან F7 პაიკიც დაიცვა. და F3 ზოგადად 7 სვლა, რომლის შემდეგ ფაქტიურად უკვე იძულებულია მოკლას, ხო თუ არა დადარჩება ფიგუროთ. ხო, ეტლი D3-იც კიდეა თან. და ნახე აქ იწყება უკვე მთელი ამბები, მხედარი ჟ5, ხო? და კუ ჟ5 არ ვარგა, ლაზერ ჟ5 და მე ჟ6-ის შემდეგ ლაზერია შეგვიდა შამათი არის. ამიტომ უნდა მოკლას აქ F6-ზე და შენ უბრალოდ აიღე ქიშით. ქიში მოხვედი ჯერ, ხო? ქიში
ხო, ქიში მოვედი, იმიტომ რომ თუ ქიში არ უთხარი, შეუძლია მე რომ აიყვანოს შეხუცე. EF-ზე მე 8-ზე გაიქცევა. ხო და აშროზე შამათი არ კიდე, ამიტომ ეს ქიში აუცილებელია. ქიში აუცილებელია და ეხლა უბრალოდ აიყვანე EF-ზე. კი და ეხლა ვერასდროს ყუღა შეხუც ლაზერი აშროს. აშროს შამათი და იძულებულია მეფე გაიქცეს, ხო? კი, იძულებულია წამოვიდეს. ნუ აქ უკვე გამოეკიდე ასე ვთქვათ მე. ხო, გამოეკიდე მეფე. არა, აქ უკვე ნათლა ჩანს რომ უკვე ის. ხო, აქ მეგონა რომ ძალიან მარტივი მოგება იყო, მაგრამ საიდნოჩი დაუშვი შეცდომა და მე თავიდან მომიწია მოგება. ხო, აი მე ეგ მომენტი მნიშვნელოვანია და ეს მინდა შევხედოთ, იმიტომ რომ თვითონ მოგებულია ყველანაირად, მაგრამ ბრძოლა გაგრძელდა შემდეგ. ლაზერია რო აქ მეგონა ყველაფერი სწორია, ხო? კი, აქ ჯერჯერობით ყველაფერი სწორია. შევშიდე და ხედარი 6. აი ძალიან კარგი სვლა იყო სხვათა შორის ხედრით თანქიში. და აქ ვფიქრობდი რომ ხედარი დერო უნდა წავიდე და მოვიგო პარტია. ფიქრობდი ამას, ხო? კი, ეს იყო ჩემი თავარი იდეა, როცა ვარიანტზე წავედი. ხო, არ არის იული გასაკეთებელი, სულ ხედარი უცებ 6-ზე დგას და დეროზე ჩახვიდე, არ არის იული. ხო, ხედარი დეროა რომ გადაკეტო ეტლი და მე F7 გაიყვანო. თან ხედარი D5-იც კიდე ლაზერი ისე კარგად ვერ მიდის. ხო. რატო შეცვალე მაშინ? რატომღაც ვიფიქრე რომ არაფერი იცვლება ჯერ F7 რო წავიდე და მე მხედარი დეროა. და F7 აქაც მქონდა მხედარი დეროა. კუცესა. ახაც ხედარი დეროა. ხედარი დეროა, მაგრამ ლაზერი D5 გამომჩა. F8 ლაზერზე ლაზერი G5 ქიში. და აქ თურმე მე F3 მოგსვლა და ლაზერს ქიში აღარა აქ და მაგამდე აღარ ჩავყავი უბრალოდ დროის გამო. არა, მე აქ რო ნახე. ორი ლაზერი, სამი ლაზერი. ეს მომენტია რომ სამი ლაზერი აღმოჩნდა დაფაზე უცებ, ხო? კი, კი, და მოხდება ლაზერი. მაგრამ ჯერჯი კიდე ხო მოგებული არის, აქ არანაირი პრობლემა არ არის. აქ შეეძლო ყაიმის გაკეთება. აი, რაღაც ქიშები ძროს, ხო? აი, სასწაული ყაიმი იყო, ლაზერი C5, მეფე A5, ლაზერი C3 და აქ B4 მეეთამში. ხო, B4, ხო, B4 სულა საინტერესოა ისე B4 სულ რატო არ გააკეთე? შეიძლება იმასაც ეგონა რომ შენ მუდუქი შეტყოდი თუ რატო? არა, B4 ლაზერი არის სულ ლაზერი E5. აჰა. და უნდა მოვიდეს მეფე A4, ანუ მეფე და ლაზერი უნდა დასვას ჩანგალს. და შემთხვევით E5-ზე კიდია ლაზერი. ხედარ C5-ზე მეფე B5 უკან და ლაზერი რომ იყიდია E5-ზე, ეგ არის მთავარი მომენტი. ეგ არის მთავარი მომენტი. ორი წუთი ქონდა მგონი აქ მერის და ბოლომდე იფიქრა, ბოლო 5 წამზე გააკეთა სვლა და არ შეიძლება მე ვფიქრობ რომ მაინც ხედარი D4 ვერ დაინახა თქო ნახე აქ თითქოს ესეთი საბეჭდელი ვაქჩება რომ მოდიო ქიშნა გააკეთოს მაგრამ ხედარი D4-ია და ვეღარ იცავს შამაც ხო? კი, ორი მხრიდან ხედარი C6 კიდია, ლაზერი B4 და მხედარი B3, ლაზერი B4-იც კიდია. ძალიან ისეთი საინტერესო პარტია. არა, გაგრძელა გოგო, ნახე, ვაცნობ უბრალოდ სწრაფად. ახლა ქიში იყო, ნუ მეფე F1, ეტლი B2, ქიში და აიყვანე ხო ეს ლაზერი. ხო, ეგეთლი ეს მოგებულია. ეს მოგებულია მხედრით და F-პაიკით. შანს D-პაიკი ვერსად ვერ მიდის და ეგ არ გადამწყვეტ. ნუ მოგებული არის ცენტრში მხედარი არის, ყველაფერს იცავს, F3 დაცულია და მოგებული არის და ამით ნინო მოიპოვა ძალიან სერიოზული გამარჯვება და ფაქტურად უკვე ლიდერობა მე აღარ დათმო. წარმატებებია, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო ამბები გველოდება, ასევე ქართული ამბები ჭადრაკის სამყაროში, იცით რომ მნიშვნელოვანი შეჯიბრება გაიმართა უნივერსიტეტებს შორის და თუ შეიძლება რომ გავაცნოთ მაყურებელს შედეგები და ვინ გაიმარჯვა და გამართლდა თუ არა მოსაზრება რომელიც წინა გადაცემაში გამოთქვით. რა თქმა უნდა ძალიან კარგი ორდღიანი უიკენდი გამოვიდა ესე რომ ვთქვათ 7-8 თებერვალს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ახალგაზრდობის ზემს ესე ვიტყვი მე 12 უნივერსიტეტი მონაწილეობდა ამ შეჯიბრებაში და კლუბი 64 იყო ერთ-ერთი. რა თქმა უნდა, ახალგაზრდობის სააგენტომ დააფინანსა ეს ღონისძიება და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კლუბი 64 იყო ამ ღონისძიების მხარდამჭერები და 2 დღის განმავლობაში ძალიან საინტერესო შეჯიბრი იყო. გაიმარჯვა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რაც სულაც არ არის. გამართლდა შენი პროგრამები. რაც სულაც არ არის გასაკვირი, იმიტომ რომ მერი არაბიძე იყო პირველ დაფაზე და ლიდერობდა გუნდს. მე მაინც ვიტყვი გამარჯვებულების სახელებს და გვარებს მერი არაბიძე, ზურაბ გოგნიაშვილი, ილია კავკასიძე, გიორგი წანაწყენიშვილი და ალექსანდრე ქართელიშვილი. ვერცხლის მედალი ერგო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს
და ბრინჯაოს медали თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აი ეს თუ იყო, ასე ვთქვათ, მოსალოდნელი მეორე მესამე ადგილები. კი, სხვადასხვა ამ ორ უნივერსიტეტში, ესე ვთქვათ, ყოფილი მოჭადრაკეები, როგორ თქვა, ახლა ახალგაზრდებზე, მაგრამ ის ახალგაზრდები თამაშობდნენ უმეტესობა, რომლებმაც საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებში აქვს მონაწილეობა მიღებული და ესე ვთქვათ, რაღაც სკოლა გავლილი აქვს ჭადრაკის. ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდებში კვლავ არის ინტერესი ჭადრაკის მიმართ და ეს ხელს უწყობს ზოგადად უკვე მომავალი ჩემპიონების გაზრდას და ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო აი ამ საუნივერსიტეტო შეჯიბრებაში და კლუბ 64-საც, რომელიც ერთგულად გულშემატკივრობს უკვე სწორედ თავისი კლუბის მიღმაც ჭადრაკის პოპულარიზაციას. შევთავაზოთ არა რეპორტაჟი, რომელიც მომზადდა ჩვენი გადაცემის მიერ ამ ღონისძიებაზე, შევთავაზოთ ჩვენ მაყურებლებს ეს რეპორტაჟი. დღეს სტარტი აიღო საქართველოს თასის გათამაშება უნივერსიტეტებს შორის ჭადრაკში. 12 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას. საკმაოდ ძლიერი გუნდები შეიკრიბა, ნაცნობი სახეების ბევრი შევამჩნიე. პირველი ტური ჩვენმა გუნდმა მოგებით დაიწყო და მომდევნო ტურები ცოტა გართულდება და იმედი მაქვს, რომ შარშანდელ ჩემპიონობას, ასე ვთქვათ, წელსაც შევინარჩუნებთ. შეჯიბრებას სათავე ჩაეყარა 2025 წელს. სპორტის უნივერსიტეტის კულტურისა და სპორტის სამსახურის თაოსნობით ძალიან საინტერესო შეჯიბრება აღმოჩნდა ეს და ჩაერთო ამ ღონისძიებების ჩატარების ორგანიზებაში ახალგაზრდობის სააგენტო, რომელმაც შესანიშნავი მიმართულება მიიღო. სპორტის უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის სამოვლოს ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, რომ აღნიშნულმა შეჯიბრებამ კიდევ უფრო ფართო ხასიათი მიიღოს და კიდევ უფრო საინტერესო გახდეს. საკმაოდ კარგი ტურნირი არის, ძალიან გამოყოფილები ვართ, კარგი ორგანიზება არის. წინა წელსაც მივიღეთ მსგავს ტურნირში მონაწილეობა. დაბედკვირას ნამდვილად კარგად ვატარებთ. იმედი მაქვს, რომ ხშირად ჩატარდება ასეთი ტურნირები და მოგვეცემა სტუდენტებს შანსი, რომ გამომავლინოთ ჩვენი ცოდნა ჭადრაკში. დღეს მეორე დღე რაც მიმდინარეობს გუნდური შეჯიბრება საქართველოს უნივერსიტეტებს შორის, რომელშიც აქტიურად ვართ ჩართული, მე და ჩემი გუნდი. მინდა აღვნიშნო, რომ გარემო არის იდეალური მოთამაშეებისთვის, ბევრი ნაცნობი სახევნახე. დღევანდელი დღის დასაწყისი ძალიან გვაყოფილი ვარ, იმიტომ რომ მერი არაბიძესთან ყაიმი გავაკეთე. ხოლო გუშინ დღეს რაც შეეხება, ნორმალურად ვითამაშეთ ჩვენმა გუნდმა 50% ავიღეთ. შვიდ-8 თებერვალს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოს თასის პირველ გათამაშებას ჭადრაკში უნივერსიტეტის გუნდებს შორის. ღონისძიება დააფინანსა ახალგაზრდობის სააგენტომ საგრაფონ კონკურსის მეშვეობით. მხარდაჭერები იყვნენ სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჭადრაკის კლუბი 64. ტურნირში მონაწილეობა მიიღო 12 უნივერსიტეტმა. გაიმარჯვა სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა, რომელსაც ლიდერობდა მერი არაბიძე, მაგრამ გაიმარჯვა მთლიანად ახალგაზრდობამ, გაიმარჯვა იმ სულისკვეთებამ, რაც ამ აქ ტურნირზე სუფევდა. ახალგაზრდები ერთმანეთს ეპარქებოდნენ, ეჯიბრებოდნენ, აანალიზებდნენ, ზოგი მარცხდებოდა, ზოგი იმარჯვებოდა, მაგრამ მე მეგობრებად იშლებოდნენ. ამიტომ ძალიან კარგი სულისკვეთება იყო და ეს ძალიან სასიხარულო არის. მე მინდა ყველა სტუდენტს, რომელიც ამ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას, წარმატებები უსურვო და მომავალ შეხვედრამდე.
საერთაშორისო ამბებიდან აუცილებლად უნდა ვისაუბროთ გოგა იუდიტ პოლგარის ფილმზე, რომელიც Netflix-მა გადაიღო. მე მინდა წავიკითხო საერთაშორისო გამოხმაურება, რომელიც ამ ფილმის ჩვენებას მოყვა. თვითონ გარი კასპაროვი რას ამბობს? მინდა რამდენიმე სიტყვა მიუძღვნა იუდიტ პოლგარს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მან Netflix-ის დოკუმენტური ფილმი გამოვიდა. სახელწოდებით ჭადრაგის დედოფალი. ის ნამდვილად თამაგონებელია ჭადრაგის მოთამაშეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებისთვის. ისე როგორც დედოფლის გამბიტი, რომელსაც პანდემიის დროს ონლაინ ჭადრაკის მოთამაშეების რაოდენობის არნახულის და გამოიწვია, ჭადრაკის დედოფალი რეალურ ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც საინტერესო იქნება ფილმის მაყურებლებისათვის. საინტერესოა, როდის გადაიღებს Netflix-ი მაია ჩიბურდანიძეზე ფილმს, იმიტომ რომ მაიას არანაკლები მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ჭადრაკის პოპულარიზებაში, არა მხოლოდ პოლგარების ოჯახს და თვითონ იუდიტს. ძალიან გამიხარდება თუ ქალბატონ მაიაზეც Netflix-ი გადაიღებს. რა თქმა უნდა. მე მგონი იდეა უნდა მივაწოდოთ მაინც. მივაწოდოთ, მაია ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონია, ასევე ისე როგორც ნონა გაფრინდაშვილი. სულ გოგა მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა, მე და იუდიტი ერევნიდან ბრუნდებოდით თბილისში, უпроსტად მე შევთავაზე იუდიტს, რომ ჩამოსულიყო ერევანში იყავით ევროპის ჩემპიონი, ჩამოსულიყო თბილისში და თავისი წიგნის ჭადრაკის სკოლაში პრეზენტაცია გაეკეთებინა. და პირველ კლასიკურ გიმნაზიაში მოხდა შეხვედრა. მე გადავიღე ფოტოები და გადავიღე ფოტოები იუდიტის. ყველა საინტერესო რა, ეს გზად რომ მოვდიოდით ახლა ერევნიდან, მე მანქანა ავიყვანე იქიდან მოვდიოდით ერევნიდან. ხონდა გვესაუბრა რა გზაში და იუდიტი მეუნება რომ გახსოვსო 91 წელს სან სებასტიანში რომ ასე ითამაშეო და პარტიას მირჩევს. პარტიას მირჩევს და ახსოვს დეტალები. გამეხსიერება აქვს. გავგიჟდი, დეტალები ახსოვდა იმ პარტიიდან ძველინდური დასვა ვითამაშე და აი მე ასე ვითამაშე მეუბნება და ასე უნდა მეთამაშა, უკეთესი იქნებოდა. მართალია პარტია ფრედ დამთავრდა, მაგრამ რაღაც უპირატესობა მქონდა რაღაც მომენტში და გავოგნდი უბრალოდ. მე მართალია არ მახსოვდა ეს ყველაფერი, რასაც მეუბნებოდა, მაგრამ შემდეგ აღვიდგინე. იუდიტი და მთლად პოლგარების ოჯახი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას, ყურადღებას და წიგნზე რა სიტყვი იუდიტის წიგნზე. ძალიან საინტერესო არის ეს მართლა სკოლებისათვის, რომელიც მას სპეციალურად სკოლებისთვის გამოუშვა. მე როგორც მახსოვს, ძალიან ბევრ ენაზე ითარგმნა, ჩინეთში გავრცელდა, ინდოეთში გავრცელდა, ძალიან ბევრ ენაზე ითარგმნა და ძალიან კარგი წარმატებული წიგნი არის. გოგა ლონდონში დასრულდა ელვისებურ თამაში ფინალი, იცით? ეს საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც ფაქტურად ფინალი მოუყარეს თავი ლონდონში, $250,000 იყო საპრიზო ფონდი. შთამბეჭდავი საპრიზო ფონდია და 16 მონაწილე იყო. არაჩვეულებრივი მონაწილეები და ვინ გაიმარჯვებდა თუ არა მაგნუს კარლსენი. სხვადასხვა 4 ფინალში 4-ნი გავიდნენ მაგნუს კარლსენი, ჰიკარუ ნაგამურა, ალირეზა ფირუჯა და დენის ლაზავიკი. და ფინალში გავიდა უკვე კარლსენი და ფირუჯა და 15-12 გაიმარჯვა. შტაბის უპირატესობით გაიმარჯვა კარლსენმა, კიდევ ერთი გამარჯვება ჩაიწერა და Netflix-ი აუცილებლად გადაიხებს მასეც ფილმს. ალბათ ხო, ნუ ეს მართლაც წარმოდგენილი იყო შემდეგ ის ტიტულები, რაც მაგნუს კარლსენს აქვს უკვე მოპოვებული, ხო? თამაშებში თანამედროვე ჭადრაკის პოპულარიზება მის სახელთან არის დაკავშირებული და ასე საპრიზო ფონდების გაზრდა შემთხვევითი არ იყო სწორედ აი ამ 250,000. შეწინა გადაცემაში ვამბობთ, რომ ეს არის პირველ ადგილზე მოპოვებული საპრიზო თანხებით და იმსახურებს კიდევაც მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ მართლაც ჭადრაკის პოპულარიზაციისათვის ეს ძალიან დიდი საქმე არის. ჩვენს გადაცემაში გონების დაფაში ახლა უკვე სტუმრის ჯერია, ამჯერად ჩვენი გადაცემის სტუმარია გია მურღულია, რომელსაც ესაუბრა გია გიორგაძე და როგორ შედგა ეს საუბარი და რატო ავირჩიეთ გია მურღულია? ნუ გია მურღულია არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჭადრაკის მოყვარული, ვინც კი მე მართლა მინახავს ცხოვრებაში. ძალიან კარგად თამაშობს, ძალიან კარგად თამაშობს და თამაშის გარდა ხო გიასთან საუბარი ნებისმიერ თემაზე საინტერესო არის და მოდი მაინც შევთავაზოთ პირდაპირ ინტერვიუ, რადგანაც ამით უფრო სიამოვნებას მიიღებენ ჩვენი მაყურებლები. მოვუსმინოთ გია მურღულიას. გონების დაფის სტუმარს შეხვდით ჭადრაკის კლუბ 64-ში, რომელსაც ტრადიციულად მასვიძრობს რესტორანი თაღი. ფილოლოგი, პედაგოგი, მოაზროვნე, ბატონო გია მურღულია არის დღეს ჩვენი სტუმარი, რომელთან ერთადაც შევეცდებით ახსნათ თუ რატომ არის ჭადრაკი იმაზე მეტი ვიდრე უბრალოდ თამაში
და რა როლი აქვს ჭადრაკს ზოგადად განათლების საქმეში, ჩვენი მომავალი თაობის აღზრდის საქმეში. მოგესალმებით ბატონო გია. სალამი. მადლობა თქვენი დროისათვის. რადგანაც მე თეთრებით ვარ დავიწყებ მაშინ, ხო? კეთილი. ხომ არა ხარ წინააღმდეგ? არა. გავიდა ნუესალმოთ, გავაკეთებ პირველსლას და ეგეთი კითხვა მაქვს მე თქვენთან. მე ვიცი რომ თქვენ ძალიან გიყვართ ლამაზი კომბინაციები, კარგი პარტიები, კარგი ეტიუდები და ამოხსნები. თქვენ რა შეადარებთ ჭადრაკს ზოგადად? ლექს, პროზას, იგავს, შეგვიძლია გავაგრძელოთ, თქვენ გააგრძელეთ. არ არის მარტივად პასუხგასაცემი კითხვა. მე ვფიქრობ, რომ თავისი სტრუქტურით ჭადრაკი ყველაზე მეტად გავს რომანს. თუმცა მოიცავს ელემენტებს იგავისაც, ზღაპრისაც, ნოველისაც, პოეზიისაც, რასაკვირველია. ჭადრაკზე როცა ვფიქრობ, ერთი უცნაური აზრი მომდის ხოლმე თავში. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ ჩემთვის ეს სიმართლეა. მე ვფიქრობ, რომ ვინც მოიფიქრა ეს თამაში, საწყის პოზიციაში ჩადო ყველა ფიგურის ენერგიათა ბალანსი. კარგი მოფიქრებულია ნამდვილად. წონასწორობა. ყოველ პოზიციაში ჩემი აზრით არსებობს საუკეთესო სვლა. აი რასაც დღეს პირველ ხაზს უწოდებენ. ხო? ეს საუკეთესო სვლა იმით გამოირჩევა, რომ აი იმ ენერგიათა ბალანსს არსად არ არღვევს. შეუნა მოძებნო ყოველ პოზიციაში ესეთი სვლა, რომელიც ამ ენერგიას შეუნარჩუნებს ჰარმონიის სახეს. ეს არის ყველაზე რთული გასათვლელი და ყველაზე ძნელი მოსაძებნი. ბატონო, ამბობენ რომ აი ყურეთ ლამაზი კომბინაცია რო გამოვიდეს, ხო? იმას სჭირდება ფიგურების ჰარმონია უნდა არსებობდეს მანამდე და კომბინაციური მოტივი შემთხვევით არ ხდება ხოლმე. აი მოტივი გამოდის იქიდან, რომ შენ ყველაფერი ისე გააკეთე. ხშირად როდესაც თამაშობდი, მიფიქრე რომ მე ყველაფერი სწორად გავაკეთე. ხო? მივედი ამ პოზიციამდე სწორად და რაღაცა უნდა იყოს ახლა და ამ შემთხვევაში ყოველთვის მოინახებოდა ის რაღაცა. აი მუდმივად გრძნობს დიდი მოჭადრაკე, მუდმივად გრძნობს პოზიციის სულს. პოზიციის სხეული აგერ ჩანს. პოზიციის სული არ ჩანს. ის სული შენ გულსა და გონებაში უნდა იყოს. მე არასდროს არ დამავიწყდება, სულ ორი გაკვეთილი მაქვს მოსმენილი ვახტანგ ქარსელაძის. არ დამავიწყდება არასდროს, როგორ გვაჩვენა ერთი პოზიცია, რომელშიც თითოეული სვლა საერთო მიზნისკენ გამულ ბილიქს წარმოადგენდა და არსად არსდებოდა ამ ბილიქს არანაირი ლოგიკით, არანაირი ემოციით. ჩემთვის ეს იყო რაღაცა გამოუგნებელი აღმოჩენა. დიდი მწვნელის დასაკვირვებაც ეს არის, რომ ასე მიგიყვანს ჭეშმარიტებამდე პატარას, ეს ძალიან მაგარი არის. აბა. ანუ რომანი. ხო, აი როგორ გამოიყვანა თქვათ ეს აქედან როგორ მაჩვენა, რომ ეს მარტო მე არა იქ ბავშვები იყვნენ მაშინ. სად მიდის ამისი ენერგია. როგორი ჯაჭვი. მე როგორ მაჩვენა ეს ხედარი როგორ შეიძლება მივიდეს იმ წერტილში, სადაც ამის ენერგია ურტყამს. მე მაჩვენა პაიკების დინამიკური წინსვლით როგორ შეიძლება ასევე ზემოქმედება იმ წერტილზე. სადაც შენ წესრიგს დაიცალ და მოწინააღმდეგის წესრიგს დაარღვევ. აი იქ არის გამარჯვება. რა თქმა უნდა. ხომარი თამაშებს რა. სხვა რა გზაა და სურვილიც არა. ფრანგებს დაველაპარაკოთ. ბატონო, ესე ბავშვობაში ალბათ მაწყნარებდნენ თუ მეუბნებოდნენ ხოლმე რომ მოგება და წაგება არის ძმებიო. სიმართლე რომ როს ვერ ხვდებოდი რა, სადავრი დედმოშვილები იყვნენ, ახლა ეს მოგება და წაგება და არ მომწონდა ეს აზრი მე, მაგრამ ახლა ჭადრაკს როცა თამაშობ, ხო სულ ვერ მოიგებ. ხანდახან წააგებ კიდევაც. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, აი როგორ უნდა
წაგებამ რა უნდა გვასწავლოს პირველ რიგში, არა მარტო პატარას, დიდსაც ემთხვევა ხო წაგების ამბავი და ამ სწავლების პროცესში თქვა მწვრთნელს, მასწავლებელს, პედაგოგს რა როლი აქვს, როგორ უნდა გადაატანიოს, აუხსნას და მოუმზადოს მომავალი ბრძოლისათვის პატარა. დღეს მე რთული კითხვების მოსმენა მომეწევს ვთქვი. ეცეთ ენა ისე როგორც ბევრი სხვა რამე არის ფარდობითი. მოგება და წაგება ძმებია ეს ფრაზა ყოველთვის ჭეშმარიტების სახით არ აღიქმება. იმიტომ რომ ეს წაგება ძალიან მწარი ამბავია და ძალიან არ მოსწონს ადამიანს და ძალიან არ უყვართ ადამიანებს. წაგება ერთ-ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს სარგებლობის მომტანი თუ ის გასწავლის როგორ აირიდო მომავალში იგივე გზაზე დადგომა. თუ შენ წაგების ანალიზისას შენს ამჟამინდელ სისუსტეს მომავალ ძლიერებად გადააქცე, აი ეს იქნება კარგი გამოსავალი. ვინც ამის ჩაგონებას შეძლებს, ის იქნება კარგი მასწავლებელი. სხვადასხვა ის როდესაც ცუდად ვითამაშებდი ტურნირზე, აი ჩემ თავზე ბრაზდებოდი და მე გაათმაგებული მეცადინეობას ვიწყდი. ვითომ თავიდან მე მიშლიდა ხელ სამსახურში, მაგრამ აი ბრაზდებოდი ჩემ თავზე და მინდოდა რომ რაღაცნაირად დამემტკიცებია რომ უკეთესად შემიძლია და ეს ცოტა ჭადრაკი ამას ასწავლის ძალიან კარგად. დიდი გამოწვევაა ძალიან. პიროვნული სრულყოფის გამოწვევა და ჭადრაკში ეს შედარებით უფრო სწრაფად ჩანს ხოლმე როგორ აღწევ შენ პროგრესს. არის რაღაცა სფეროები, რომელშიც კაიხნის ლოდინი დაგჭირდება. იმას არ ვამბობ, რომ აქ სწრაფად, ძალიან სწრაფად მიაღწევ ამ შედეგს, მაგრამ როგორ ეუფლები შენ თანდათან ყველა განზომილებას ამ ჭადრაკის, ყველას თუ არა, რასაც შეძლებ იმდენს, ამის აღქმა და ამის დანახვა შესაძლებელია. და მე ეს როგორ აისახება შენს სპორტულ შედეგებში, ასე ვთქვათ. ამის დანახვა უკვე აი წაგების სიმწარეს გადააქცევს ხოლმე მოგების სიხარულად. ანუ ის უნდა ვთქვათ, რომ წაგება ძალიან ძნელი გადასატანია, რომ ჭადრაკი ინდივიდუალური სპორტია და მენტალურად ადამიანი გზნობს, რომ იმან დაგჩაგრა, ხო? მაგრამ ხანდახან წამიგია ისეთი პარტია, რომ მაყოფილი ყოფილი, იმიტომ რომ კარგად ვითამაში, აი ჩემი აზრით კარგად ვითამაში ყველაფერი, მაგრამ მომიგო, ნუ ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა იმ მომენტში ის ადამიანი და ამ შემთხვევაში ისე არა, აი როცა უხეშესწორი დაგე შეიძლება შენზე ძლიერი აღმოჩნდეს, მაგრამ შენ არ უნდა აღმოჩნდეს შენზე უფრო სუსტი. აი ყოველ პარტიაში ამას თუ მიაღწევ, მაშინ ამაზე უკეთესი გზა არ არსებობს, იმიტომ ხომ ჯობნის ჯობი არ დაილევა. არ დაილევა, რა თქმა უნდა. ხო, ახლა მე და თქვენ თუ თამაშობთ ხოლმე ხანდახან ჭადრაკს და ნათელი შედეგია, წინასწარ არის ცნობილი ეს შედეგი. მე ვიტყვი რომ ყოველთვის ესეა. არა, ყოველთვის ასეა, დასაკვირველია, იმიტომ რომ კლასია. არის თამაშები, სადაც ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ ჩანს. აი მაგალითად რაგბიში ჩანს ეს ძალიან თვალსაჩინოდ. კლასში სხვაობა ყოველთვის აისახება. 10-დან 9 შემთხვევაში აისახება ხოლმე. ჭადრაკშიც ასეა, კაცმა რომ თქვას. იმიტომ რომ იქ არის ობიექტური თამაში. ხო, რაღაცა დონეებია იქ, ა? ნუ ახლა ამას რეიტინგებს უწოდებენ ხოლმე, მაგრამ რაღაცა დონეებია და ერთი დონის ადამიანი ყოველთვის აჯობებს მეორე დონისას, ჩემი აზრით, ნუ იშვიათი გამონაკლისია სხვა შედეგი. თქვენ როგორც განათლების სპეციალისტი, მე არ შემიძლია არ გკითხოთ ჭადრაკის როლზე განათლების სისტემაში. უკვე მეხუთე წელი არის, რაც საქართველოში დაინერგა პირველ და მეორე კლასში ჭადრაკი როგორც სავალდებულო საგანი და ყოველწლიურად პირველ და მეორე კლასში 100,000 ბავშვი სწავლობს ჭადრაკს. აი როგორ ფიქრობთ, რა არის რაღაც ეტაპზე მივედით? რა არის საჭირო უფრო განვითარდეს ესა? რას გვირჩევთ, როგორ გავაძლიეროთ? მე ფიქრობ, გასაძლიერებელი არის პედაგოგების დონე და ხარისხი. აი როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ? ნებისმიერი ახალი რაღაცა დისციპლინის შემოტანა ბევრ წინასწარ სამუშაოსთან არის დაკავშირებული.
იგივე ეხება მარტო ჭადრაკს კი არა, ქართული სწავლებას, ფიზიკის, ისტორიის სწავლება. კარგად რო ასწავლო რამე, ამისთვის შენ გჭირდება ამ საგნის სწავლების კონცეფცია ერთი, მეორე გჭირდება სახელმძღვანელოები და რესურსები და რა თქმა უნდა მესამე მთავარი ყოველთვის ადამიანები გჭირდება, კადრები გჭირდება, მასწავლებლები გჭირდება. მე ასე უყურებ ამ ამბავს, რომ არსებობს ორი მიმართულება ნებისმიერი სპორტის თვალსაზრისით. ჭადრაკსაც ეხება ეს. პირველი ეს არის მასობრიობა, იმიტომ რომ ჭადრაკი ეს არის გონების და სულის კულტურა. როდესაც შენ ჭადრაკს ასწავლი სკოლაში, მიზნად არის სახავრო შენ მოჭადრაკეები გამოიყვანო მაინც და მაინც. შენ მიზნად ისახავ რომ ამ ბავშვებში ამ თამაშმა განავითაროს ის თვისებები, ის უნარები, რომლებიც აუცილებელია ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად. და ჭადრაკს ეს აქვს უხვად და მე მგონი სრულად. ჭადრაკი ავითარებს ნებისყოფას. ჭადრაკი ავითარებს ყოველი გადადგმული ნაბიჯის, ამ შემთხვევაში სვლის პასუხისმგებლობას. ჭადრაკი ავითარებს ალგორითმის გააზრების უნარს. ჭადრაკი ავითარებს თლიანის ხედვას დეტალის ხედვისას. შენ შეიძლება ერთი ფიგურით აკეთებ სვლას, მაგრამ ის მთელ პოზიციას ცვლის, მთელ პოზიციაზე ზეგავლენას ახდენს. დროის ფას ბატონო? ბატონო? დროის ფას. დროის ფას კი ბატონო და ეს ძალიან არსებითია. ყველა ეს მომენტი არის ძალიან არსებითი. და მე ერთიც არის, იცით? მარტო უნარებსაც არ ავითარებს. ეს შეგაცნობინებს ჰარმონიას. ეს შეგაცნობინებს სილამაზეს. ეს შეგაცნობინებს ჭეშმარიტებას, სიმართლეს. გონი ემანუელ ლასკერი ამბობდა, რომ ჭადრაკის მთავარი ღირსება ის არის, რომ ეს მართალიაო. მართალ, სიმართლე. მე რა არის? ნარდის თამაში მიუყვარს მე და თქვენ ხანდახან ალბათ. იქ მე მგონი მაქსიმუმ 15%-ია დამოკიდებული ოსტატობაზე და დანარჩენი დამოკიდებულია იმაზე, მერტი რას გამოიმეტებს შენთვის. აქ ვერავის ვერაფერს ვერ დააბრალებ. ერთადერთი რაც შეგიძლია შენ გააკეთო, ეს არის რომ გარკვეული დასკვნები გამოიტანო, რომ მომავალ ჯერზე უკეთესად ითამაშო და უფრო მეტი იყო ყოველ მომდევნო დღეს, ვიდრე იყავი წინა დღეს. მართალი ბრძანდებით აბსოლუტურად სხვადასხვა წლევანდელი წელი ფიდემ გამოაცხადა ჭადრაკის სკოლაში სწავლების წელიწადად. ძალიან დიდი კონფერენცია ჩატარდა ახლა ინდოეთში, ვიშიანანდმა გახსნა ეს კონფერენცია და ძალიან წარმომადგენლობით იყო და ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ამ დარგს მთელ სოფლიოში განვითარებას. კი ბატონო და რომ დავასრულო ეს ჩემი წინა აზრი. პირველი ამოცანა ეს არის მასობრიობა, კულტურის შექმნა ჩვენს მოსწავლეებში, იმ კულტურისა, რომელიც მოგითხარით, უხვად მოაქვს ჭადრაკის თამაშს. რომელიც ასწავლის უნარებსაც და ავითარებს უნარებს და ავითარებს ღირებულებების შეგრძნებასაც ადამიანში და მეორე ამოცანაც გვაქვს ჩვენ გვინდა ელიტური სპორტის განვითარებაც. იმიტომ რომ თავარი სპორტი ქვია მაგას. თავარი სიხარულები იმათი რა თქმა უნდა. ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ძალიან მძლავრი იმპულსი ერის თვითშეგნების მასობრივი ერთობლივი გამოხატვის არის სპორტი. დიდი მადლობა ძალიან საინტერესო არის თქვენთან ყოველთვის საუბარი და მინდა გთხოვოთ ჩვენს გონების დაფაზე თქვენი სურვილები დაგვიწეროთ თუ შეიძლება. კი ბატონო. აი ჩვენ გვაქვს ესეთი დაფა, რომელზედაც ჩვენს სურვილებს სტუმრები გვიწერენ და გთხოვთ რომ განვითაროთ. მოსალოდნელიც იყო ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და გია მურღულიასთან და იმედი მაქვს რომ ჩვენმა ტელემაყურებელმაც ისიამოვნო. ახლა კი მოდი წარვადგინოთ ამოსახსნელი პარტია. კი, როგორც თუგვად წესად შემოვიღეთ, ჩვენ შემოგთავაზებთ საინტერესო პოზიციას, რომელსაც ამოხსნით. შეგნებულად არ ვიტყვი ვინ თამაშობს, რადგანაც რომ არ იხილონ პროგრამაება, ხო?
მაგრამ ვიტყვი რომ წინა კონკურსის გამარჯვებული ჩვენ გვყავს ორი მაყურებელი ეს არის ლადო ჩარგეიშვილი, სხვადასხვა რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და ესპანეთიდან შემოგვეხმიანა. ესე იგი, წინაზე ლაგოდეხელმა გაიმარჯვა, სულ პირველ თბილისელმა და ახლა ესპანეთიდან და როგორ ფართოვდება ჩვენი გადაცემის გეოგრაფია, ძალიან მომწონს ეს. და გიორგი აბაიაძე არის კიდე მეორე გამარჯვებული, თითქმის ერთნაირად შემოგთავაზეს ამოხსნის მიმდინარეობა, ამიტომ ჩავთვალე რომ ორივე იმსახურებდა გამარჯვებას ამ კონკურსში. დიდი მადლობა. შემდეგ კონკურსაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენო მაყურებლებმა უკვე იციან რომ სწორი ამოხსნა უნდა შემოგთავაზონ და გამოგვიგზავნონ ჩვენ Facebook გვერდზე და გამარჯვებულს მოვიწევთ წარდგა კლუბ 64-ის ღონისძიებას. კარგი, ახლა ჩვენს გადაცემაში ისტორიის დრო არის, გოგა? ისტორია კი საინტერესოა, მინდა გაგაცნოთ ლინარესის შეჯიბრებაზე, მაგრამ მანამდე მინდა იუბილე მივულოცოთ ქალბატონ ნანა იოსელიანს და ასევე ქართულ მოჭადრაკეებს გიორგი ყაჭეიშვილსა და ლევან ფანცულაიას და უსურვებ მათ წარმატებებს. რაც შეეხება ლინარესის ტურნირს, ეს დაარსდა ესპანეთში, ანდალუსიაში 1978 წელს ითვლებოდა ელიტური ჭადრაკის ადგილად სამწუხაროდ ბოლო წლებში რიგ პრობლემათა გამო ლინარესის შეჯიბრება აღარ იმართება, მაგრამ ეს არის ის შეჯიბრება, სადაც კასპაროვმა გამოაცხადა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ და ასევე მან მოიგო ყველაზე მეტჯერ სწორედ ლინარესის შეჯიბრება და ძალიან საინტერესოა. როდესაც გამოაცხადა ის ტურნირის მოიგო. ხო, 2005 წელი იყო, თუ სწორად მოიგო ის ტურნირი და მე გამოაცხადა. ხო, ეს იყო ასევე კარპო კასპაროვის, ასე ვთქვათ, ლეგენდარული დაპირისპირებების ადგილით. პრაქტიკულად აქ წყდებოდა უკვე დაუნდობელი ბრძოლა იმართებოდა ლინარესში და ბოლო წლებში, ვიდრე ის დაიხურებოდა 2011 წელს, ფორმატი შეიცვალა, ერთი ეტაპი იმართებოდა მექსიკაში, ეს იყო გიმბით განპირობებული, რომ მეტი სპონსორი მოეძიათ. და საბოლოო ჯამში 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა ლინარესის შეჯიბრებას რაღაც ინერციით კი გააგრძელა 3 წელი, მაგრამ საბოლოოდ კი ეს ლუის, რომელიც მას ენტერო პატრონობდა, პატრონაჟობდა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ძალიან ისეთი უცნაური კაცი იყო, თუ შეიძლება მას უცნაური დავარქვათ, ის მოჭადრაკე, რომელიც სტრაპყაიმს გააკეთებდა, ან უბრძოლველად ყაიმს მიაღწევდა, აჯარიმებდა, არ იწვოდა შემდეგ ტურნირზე. არადა როგორი სახელოვანი მოჭადრაკეები გამოდიოდნენ ლინარესში და კარპოვის 94 წლის ფანტასტიკური შედეგიც ვახსენოთ, მან 13-დან 11 ქულა დააგროვა. აი ფანტასტიკური შედეგი იყო. 2985 ქონდა პერფორმანსი, ანუ 3000-ზე მიაღწია ფაქტიურად და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მაშინ კასპაროვი იყო მეორე ადგილზე. მაგრამ შენს ესპანურ თავგადასავალზეც მოუხოთ. კი, ლინარესში იყო. კი, რა თქმა უნდა, იქ იმართებოდა სუპერ ტურნირის გარდა ძალიან დიდი ღია ტურნირი და ერთ-ერთი ღია ტურნირის გამარჯვებული ვიყავი მე და 1991 წელი იყო. ხო. და სხვადასხვა აი ხლა როდესაც ვიყავი შარშან ქალთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ძალიან მესიამოვნე, რომ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც ეტყობა მაშინდელი შემორჩენილი იყო, მითხრა რომ მე შენ მახსოვ ხარ. რადგან შენ აქ ჩვენთან ერთად ჩვენ ტურნირში გაიმარჯვე. იგივე თქვა შემდეგ მერიის თანამშრომელი, რომელიც დაჯილდოებაზე მოვიდა და ძალიან სასიამოვნო იყო მათთან საუბარი, იმიტომ რომ გავიხსენეთ ის წლები. და მერიის თანამშრომელი, ვინც ჯილდო გადაეცა. ვინც გამაჯილდო. ძალიან საინტერესოა, იმედი მაქვს ლინარესი აღდგება, ქართველი მოჭადრაკეები მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს იყო ტურნირი, რომელიც პრაქტიკულად თებერვლის დასაწყისში იმართებოდა ხოლმე, ახლა თებერვალია და აი მართლაც აი საჭადრაკო კულტურას აკლია სწორედ ლინარესი და ლინარესის მსგავსი შეჯიბრებები, რომელიც მართლა აერთიანებდა ყველა უძველეს მოჭადრაკეს. თელი სოფლიო ელოდა, როდის დაიწყებოდა ლინარესთან და პარტიები იყო აი სამაგალითო ყველასათვის. ჩვენ გვინდა დაგემშვიდობოთ, ჩვენი გადაცემა გონების დაფა დასრულდა, რომელიც წარმოგიდგინათ გია გიორგაძემ და გოგა ჩაანდირმა. დღე და გვიყურეთ არა მხოლოდ Silk Universal-ზე, ასევე Silk Sport 2-ზე, Silk Sport 3-ზე და რაც თავარია YouTube არხზე. მომავალ შეხვედრამდე.